მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას. მე უნცა შუბაშვილი ვარ და ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის მორიგის ხდომა გაიმართება. კომისიაზე დღეს კვების პროდუქტების, ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ეს პარლამენტის დროებითი კომისიის ფარგლებში უკვე მესამე შეხვედრა, აქამდე უკვე მოусმინეს კვერცხის, რძის ნაწარმის და ხორცს პროდუქტების, ასევე ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების ადგილობრივ მწარმოებლებს, რა განაპირობებს საკვებ პროდუქტებზე არსებულ ფასებს და რამდენად არსებობს გაიაფების პოტენციალი. ანუკა ოჯახაძე მუშაობს პარლამენტში და დეტალებით მომდევნო გამოშვებებში შემოგვიერთდება. 2025 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0,9% პუნქტით 13,3%-მდე შემცირდა. თუმცა კლება სამუშაო ძალის მიმართულებითაც მეოთხე კვარტალში სამუშაო ძალას 0,6% პუნქტით შემცირდა და 54,4% შეადგინა. დასაქმების დონე კი არ შეცვლილა და 47,1%-ია. გასული წლის მეოთხე კვარტალში სამუშაო ძალა ქვეყანაში 1,6 მილიონამდეა შემცირებული, აქედან დასაქმებული თითქმის 1,4 მილიონი ადამიანი იყო. დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვმა 970,000 შეადგინა, თვითდასაქმებული კი 420,000-მდე პირია. ქვეყანაში უმუშევრად 215,000 ადამიანი ითვლება. 2025 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0,8% პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 3,3% პუნქტით. საქართველოს ნავთობპროდუქტების ექსპორტი მკვეთრ ზრდას აჩვენებს. საქსატის მონაცემებით ნავთობპროდუქტების ექსპორტი 3,224%-ზე მეტად გაიზარდა. შედეგად საქართველოში წარმოებული ბრენდით საექსპორტო ბაზრებზე 56 მილიონი დოლარის ნავთობპროდუქტების მიწოდება მოხდა. მთლიანობაში რეექსპორტის ჩათვლით საქართველოსთან იანვარში 58,7 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები გავიდა. ამ მიმართულებით წლიურად 401%-იანი ზრდა. საექსპორტო ართეულში ნავთობპროდუქტების გამოჩენა ყულევში გადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედებას უკავშირდება, თუმცა მიუხედავად ქარხანასთან დაკავშირებით დასმული კითხვებისა, ამ დრომდე კომპანიას ოფიციალური განმარტებები არ გაუკეთებია. რაც შეეხება ექსპორტის ჯამურ მოცულობას, იანვარში ამ მაჩვენებელმა 480,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 19%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საქსატის თანახმად, უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის პირველ პოზიციას იკავებს მსუბუქი ავტომობილები, თუმცა ამ მიმართულებით 22,9%-იანი კლება დაფიქსირდა. იანვარში რეექსპორტზე სულ 100 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა. ნავთობპროდუქტები მეორე ადგილზეა, მესამე პოზიციას კი ძვირფასი ლითონების მადნები იკავებს 51 მილიონი დოლარით, ზრდა 426%-ია. კვლავ კლება ფიქსირდება ღვინის ექსპორტში. იანვარში ექსპორტზე სულ 12,2 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც 6,2%-იანი კლებაა. რაც შეეხება ტოპ საექსპორტო ქვეყნებს, პირველ ადგილზეა ჩინეთი, სადაც 66 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიტანეთ, ზრდა 265%-ია. მეორე ადგილზე კი თურქეთია, სადაც იანვარში 52 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა. რაც შეეხება იმპორტს, იანვარში საქართველოში სულ 1,129 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, რაც 33,7%-იანი კლებაა. საიმპორტო ათეულში პირველ ადგილზეა 150 მილიონი დოლარით მსუბუქი ავტომობილები, თუმცა ამ პროდუქციის იმპორტი თითქმის 40%-ით იყო შემცირებული. მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 96,7 მილიონი დოლარის იმპორტით, კლება 10%-ია. სამკურნალო საშუალებების იმპორტმა კი 43 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 9,9%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც შეეხება მთავარ საიმპორტო ქვეყნებს, ამ მიმართულებით ტოპ 5-ში არიან თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და აზერბაიჯანი. 2025 წელს რუსეთში ღვინის იმპორტი შემცირდა. სააგენტო RBK ეროვნული საკრედიტო რეიტინგების კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში მეღვინეობის პროდუქციის, წყნარი, ცქრიალა და ლიქიორული ღვინოების, ასევე კონიაკის იმპორტი წლიურად 15-16%-ით შემცირდა და ბოლო 5 წლის განმავლობაში რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთში ღვინის იმპორტის კლება და პროდუქციის გაძვირება რუსეთის არამეგობრული ქვეყნებიდან იმპორტირებულ ღვინოზე დაწესებული ბაჟის და აქციზის გამომდინარე
გამომდინარეა, რომლებიც ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. ანალიტიკოსების პროგნოზით უკვე 2026 წელს რუსი მომხმარებელი მაღაზიებში ღვინოს 600 რუბლზე იაფად ვეღარ შეიძენენ. ეროვნული საკრედიტო რეიტინგების პროგნოზით 2026 წელს რუსეთში ღვინის იმპორტის კლება გაგრძელდება, თუმცა მისი ტემპები შედარებით შენელდება. ქვეყნების ხუთეულში, საიდანაც ყურძნის ნატურალური ღვინოები 2025 წელს რუსეთში შევიდა, ყველაზე მეტად იყიდებოდა საქართველო ბაზრის 9,9%, იტალია 5,9%, ესპანეთი 4,4%, ჩილე 4% და სამხრეთ აფრიკა 3%. ბიზნესი ავანსის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის პროცესში გამოწვევებს აწყდება. როგორც აუდიტორულ კომპანიებში აცხადებენ, ჯერ კიდევ 2017 წელს მიღებული წესი, რომელიც ერთ-ერთი მიზანი სამშენებლო სექტორში დაბეგვის წესების მოწესრიგება იყო, პრობლემა არაერთი სექტორისთვის აღმოჩნდა. კერძოდ, როგორც ირკვევა, ბუღალტრულად შესაბამისი მოთხოვნის შესრულება რთული გამოდგა მომსახურების გამწევი ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა მაგალითად ფიტნეს დარბაზები, აუზები, დაცვის კომპანიები და ასე შემდეგ. რა გამოწვევებს აწყდებიან კომპანიები ავანსით დღეგ დაბეგვრის პროცესში და რა უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში. ამ თემებზე სტუმართან კრესტონ ჯორჯიას მმართველ პარტნიორთან დავით პაპიაშვილთან ერთად ვისაუბრებთ 15 საათსა და 30 წუთზე. ასეთი იყო ამ დროის საქმის კურსი, ჩვენ უკვე ერთმანეთს 13 საათსა და 40 წუთზე შევხვდებით დროებით.